მეგის კარდავა და ბაჩო ახალაია იმყოფებიან სამეგრელოში. ისინი კოორდინაციას უწევენ იმ ჯგუფებს, რომელიც მათ ყავდათ. თქვენ გახსოვთ ეგრეთ წოდებული ნებაყოფლობითი რეზერვის საფარქვეში მათ როგორ შექმნეს ბანდფორმირებები. არსებობს რამოდენიმე შტაბი, ამაში ჩართულნი არიან ყოფილი მხედრიონელები, ტყის ძმები, ყოფილი ზვიადისტები სამწუხაროდ და ისინი ელოდებიან ჩემის აზრით მიხეილ სააკაშვილის ბრძანებას. მე ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ სამეგრელოში ახალაია და მისი ჯგუფი აუცილებლად მოაწყობს საბოტაჟს. და სამეგრელოში კონკრეტულად საერთოდ სამეგრელოში არის რამოდენიმე შტაბი. კერძოდ ზუგდიდში, წალენჯიხაში, ცხოროწყუში, მე ალიაში ერთ-ერთი შტაბის სურათიც დავბეჭდე, ეს არის ყოფილი 26 კომისრების ქუჩა, ეხლა ჩიკობავას ქუჩა. აქ ამ შტაბში იმყოფება ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს თორნიკე მალაზონია. ეს სახლი ეკუთვნოდა ვინმე გოგიტა ჩომახიას, რომელსაც 20 წელი ჰქონდა მიზილი და ბაჩო ახალაიამ 3 წელიწადში გაუშვა. ეხლა აი ამ სახლში არიან ისინი განთავსებულნი. ამ შტაბში დადის კუდის უფროსიც, სოდის უფროსიც, ეს არის შამახია და გულუა და კოორდინაციას უწევენ, როგორც გავიმეორებ, როგორც გითხარით, კოორდინაციას უწევენ იმ ჯგუფებს, რომლებმაც მათ შექმნეს კარახნის უკან. საინტერესოა გაგრძელდება თუ არა თავდაცვის სამინისტროს პროექტი დაიცავი შენი სახლი, რომლის საფარქვეშსაც ბაჩო ახალაიამ თავისი ხელის ბიჭების თუ შეიძლება ასე ითქვას, მეგის კარდავას და კობა ახვლედიანის მეშვეობით შექმნა არაფორმალური ბანდფორმირებები. საიდან გქონდა ეს ინფორმაცია? მე ხლა საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, ეს არის თქვენთვის ექსკლუზივი და საიდან მაქვს ეს ინფორმაცია, მე თქვენ ამას ნამდვილად ვერ გეტყვით. ანუ სანდო წყაროსგან მაქვს, მე ამას სრული კატეგორიულობით ვაცხადებ. და თვითონ სამეგრელოში მყოფმა ადამიანმა მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, სამეგრელოში მყოფმა ადამიანებმა ბევრმა იცის ეს. უბრალოდ დღესაც ვერ ბედავს ამის გაჟღერებას ბევრი. თორე ეს არ არის ისეთი საიდუმლო, ეს შტაბები არსებობს ქალაქში, არსებობს სხვადასხვა ადგილებში და ასე რომ ეს დიდ საიდუმლოს ნამდვილად არ წარმოადგენს.